Parlamentis სურსათის უმნებლობის კოდექსში ცვლილებებს გეგმავს საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარდგენილია კანონპროექტი, რომლის მიხედვით სურსათის უმნებლობის კონტროლი მსხვილ საწარმოებში მკაცრდება. Ისინი კი ვინც პროდუქციას კუსტარულად აწარმოებენ, კონტროლს 2020 წლამდე არ დაექვემდებარებიან. არასამთავრობო სექტორი მთავრობის ამ გადაწყვეტილებას დიდ იმედგაცრუებას უწოდებს. 2012 წელს თბილისის საბავშვო ბაღებში 200-ზე მეტი ბავშვი მოიწამლა. მიზეზი იყო, როგორც გამოიკლიეს, ყველი. ყველს, იმერულ ყველს, ვინ აკეთებს საქართველოში, მთელ ყველს, რომელიც გამოდის ბაზარზე. აკეთებენ კუსტარული მეწარმეები. არასამთავრობო ორგანიზაცია სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ხელმძღვანელი იმ ცვლილებებს აპროტესტებს, რომლის მიღებასაც პარლამენტი სურსათის უმნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში გეგმავს. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად სურსათის უმნებლობის კონტროლი ქარხნებში, რესტორნებსა და დიდ სუპერმარკეტებში მკაცრდება. მცირე საწარმოები კი, რომლებიც იურიდიულ პირებად დარეგისტრირებული არ არიან და სურსათს კუსტარულად აწარმოებენ, 2020 წლამდე კონტროლს არ დაექვემდებარებიან. ელემენტარულ იმაზეა მოთხოვნებზეა ლაპარაკი, რომ ხელის დაბანა, ჭურჭლის გარეცხვა და ტარაკნებისგან და ვირთხებისგან დაცვა იყოს უზრუნველყოფილი. აი ესეთ მარტივი მოთხოვნების ძალაში შესვლაზეა ლაპარაკი და პრინციპის, რომ შეიძლება შეამოწმონ. ამის დაწყება საჭიროა დღეს და არა 2020 წელს. მთავრობის ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტს სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართლებულად მიიჩნევენ. უწყებაში აცხადებენ, რომ მცირე მეწარმეებისა და ოჯახური მეურნეობებისთვის კონტროლის გამკაცრება სოციალური ფონის გათვალისწინებით მიზანშეწონილი არ არის. მთავრობის გადაწყვეტილებით დღევანდელ საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით გადაწყდა ასე, რომ ჩვენს კანონპროექტში, რომელიც პარლამენტს წარედგინა, ეს ჩანაწერი ასეა გაკეთებული. საქართველოს მომხმარებელთა ფედერაცია მეწარმეების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე საუბრობს. ამ შემთხვევაში ქვეყანაში ყალიბდება არაჯანსაკონკურენტუნარიანი გარემო, ვინაიდან ეტიკეტირებული შემოწმებული პროდუქტი იქნება უფრო ძვირად ღირებული, ვინაიდან ელემენტარულად სადიზინფექციო საშუალებები და ეტიკეტი ღირს გარკვეული თანხა, ვიდრე თქვა სადმე კუსტარული წესით პადუაში დამზადებული პროდუქტი. იმის მიუხედავად, რომ არასამთავრობოები ცვლილებების პროექტს დიდ იმედგაცრუებას უწოდებენ, საპარლამენტო უმრავლესობაში კოდექსში შესატან ცვლილებებს დადებითად აფასებენ. თუმცა პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები პროექტის განხილვის შემდეგ მიიღებენ. ეს არის გამონახვა იმ ოქროსშუალედისა გონივრული რეგულაციების თემის და ამ თვალსაზრისით ამ კუთხით მივესალმები მე ამ ინიციატივებს. ვიდრე დიდ საწარმოებსა და სუპერმარკეტებს კონტროლს გაუმკაცრებენ, გაურკვეველ პირობებში დამზადებული ყველი და რძის პროდუქტები ბაზარზე ჰიგიენური და სანიტარული მოთხოვნების დაცვის გარეშე იყიდება. ცვლილებების პროექტზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობდა. თუმცა როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, მცირე მეწარმეებთან დაკავშირებული საკითხი პროექტის საბოლოო ვერსიაში ვერ მოხვდა.